ერთ სიახლესაც გადამალვა ასე ქვია წიგნს, რომლის პრეზენტაციას გუშინ კავკასიურ სახლში შედგა. ავტორი ალეკო შუღლაძე ამ წერილმო წიგნი რამდენიმე წლიანი შესვენების შემდეგ დაწერა ავტობიოგრაფიულ კრებულში საზოგადოების დამოკიდებულება ასახული განსხვავებული მსოფლმხედველობის ადამიანების მიმართ. ასევე აღწერილია სიკვდილ სიცოცხლის მიჯნა და თაობათა შორის ურთიერთობა ოჯახში. დრამატული სიუჟეტის მიუხედავად წიგნში მკითხველი იუმორისტულ ეპიზოდებსაც შეხვდება. პრეზენტაციაზე ავტორი მკითხველს წიგნის წერის პროცესსა და შემოქმედებითაც ისაუბრა, წიგნი გავრცელება დიოგენემ გამოსცა. 15 წელიწადი არ წერდი მე. ესეთი პაუზა მქონდა და შემდეგ მოხდა ისე რომ თან წერდი და პარალელურად კიდე უვლიდი ამათქოს. ფაქტურად ვიყავი პერსონაჟიც, ესე გამოვიდა რაღაცნაირად თან ვიყავი ავტორიც. მკითხველს პირდაპირ შემიძლია ვთქვა, რომ მოსაუცად აქვს საქმე, იმიტომ რომ წაიკითხავ ძალიან კარგ რომანს. ძალიან მნიშვნელოვანი სათქმელი შემცველს, წლების განმავლობაში დაგროვილი გამოცდილება, სიბრძნე, ერთგვარი ცხოვრებისეული აისახა ამ ნაწარმოებში.